გამარჯობა, აეროა ისევ თქვენთან და ამ ვიდეოში ვნახავთ ისტორიულ ქსნის ციხეს. მომლატრებია ვიდეოს გადაღება. ხო გითხარით პირველივე შემოხვედრი რაღაც არ უნდა ჭამოთქო. ამას გავუწყო. ხოცეური ძალიან საინტერესო ბილიკია. გამოჩნდა ჩვენი დანიშნულების ადგილი. ეს შვეიცარია არ გეკუთვნით, ეს საქართველოა. ბევრი ლამაზი ადგილია საქართველოში და ბუნებრივია გაგიჩნდებათ შეკითხვა, რატომ მაინც ქსნის ციხე? ამ ყველაფერს აქვს ერთი მთავარი მიზეზი. წავედით, ფეხით უნდა ავიდე. მანქანის დატოვება მომიწია. ქვემოთ აი აქ. აი ეს გზა უნდა ავიარო, რომ ავიდეთ ციხეზე. როგორც რუკაზე ვნახე დაახლოებით 10-15 წუთის გზა. წესით მარტივად უნდა ავიდეთ. აქ ჯერ კიდევ მგონია, რომ 10 წუთში ავალ დანიშნულების ადგილზე. მაგრამ არ დავაკვირდი ერთ პატარა გარემოებას. რუკაზე არ იყო მთლიანი გზა დატანილი. ის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს მიჩვენებდა. ამას შეხედეთ, ზემოთ რა სილამაზე გველოდება. ორი თვეა სადღაც ვიდეო არ გადამიღია და უკვე დამოვიწყდა რაღაცები. არც მანამდე გამოვრჩეოდი რაიმე განსაკუთრებულით, მაგრამ ეხლა მოგიყვებით, საიდან გავიგე ამ ადგილის შესახებ. ხშირად მიწოდა მატარებლით ქობულეთში წასვლა. და ზოგადად მატარებლით მგზავრობა ბევრად მეკომფორტულებოდა. რადგან გზაში წიგნს კითხულობა ან დასაფიქრებლად ან რაღაც იდეებზე სამუშაოდ ბევრი დრო მაქვს ხოლმე. ხოდა ხშირად როცა მატარებელი თბილისიდან გამოდიოდა, რამდენიმე წუთში დაახლოებით 10-15 წუთში მატარებლის ფანჯრიდან ხედავდი ხოლმე ერთ ციხეს, რომელიც აი შემაღლებაზე ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. და სულ მაინტერესებდა რა ადგილი იყო. ერთხელაც, როცა მაგ ადგილს მოვახლოვდით მატარებლით, რუკაზე ვნახე და აღმოჩნდა, რომ არის ქსნის ციხე. შემდეგ ჩავიჯექი, რაღაცები წავიკითხე ამ ციხის შესახებ. ფოტოებიც ვნახე და რა თქმა უნდა, დავრწმუნდი, რომ მართლა ძალიან ლამაზი ადგილია. დღეს გადავწყვეტე, რომ ავსულიყავი ამ ციხეზე, თქვენთვისაც მეჩვენებინა. თან კარგი ხანია ვიდეო არ გადამიღია. გონი კარგი დაბრუნება იქნება. შენც მეთანხმები ხო, რომ კარგი დაბრუნება? მაშინ რაღაც ელოდები, გამოიწერე ჩემი არხი. ხო, ვინც მანქანით გადაწყვეტთ აქ მოსვლას, იცოდეთ, რომ შობს მანქანა ქვემოთ დატოვოთ. და იქ ზემოთ მანქანით არ წამოხვიდეთ, თორე აი სადღაც შუა ნაწილში ესეთი სიტუაციაა. მანქანით რო გაიარო, გაგიჭირდება. აი გზის ნაწილი დაზიანებულია. და მოსატრიალებადაც ცოტა უხერხული ადგილია. ამიტომ შობს მანქანა ქვემოთ დატოვოთ. მე ამოსვლას ვაპირებდი მანქანით, მაგრამ ბიჭი შემხვდა აქედან ჩამოდიოდა. კარგი ადამიანი, მას კითხე და მითხრა, რომ შეჭობდა ქვემოთ ამოტოვებინე და კიდე კაი დაუჯერე. ეს არ ვიცი რომელი სოფელია, მაგრამ ნახეთ რა ლამაზი დასახლებაა. მომლატრებია ვიდეოს გადაღება. რატომაც ძალიან გავბედნიერდი კამერა როგორც იჩავთ. ეგ არის რა, ის უნდა აკეთო რაც გავბედნიერებს. მეგონა ნახევარი გზა ამოვიარე, მაგრამ ჯერ კიდე ბევრი მაქვს ასავლელი. გზაში ხვდა ესეთი რაღაცა, ვინმე თუ იცით, ეს რა არის, იჭმება. გაურისკო. მაგრამ ბუნების პირველი წესი. პირველივე შემოხვედრი რაღაცა არ უნდა ჭამო. ვა, უცებ ესეთი გზა მთავრდება და პატარა ბილიკზე გადმოდივართ. იმედია სწორად დავდივარ, სადღაც არ გადავიჩეხები. ულამაზეს ქვეყანაში ცხოვრობთ რა, ვაღიაროთ. ზემოთ როცა ავალ, ქსნის ციხის ისტორიას მოგიყვებით. როგორ და ვინ აშენა. ბევრი საინტერესო მოსაყოლია. ამიტომ არ გამორთო ვიდეო. ხო გითხარით პირველივე შემოხვედრი რაღაც არ უნდა ჭამოთქო. გონი მოცვია რა, თუ არ ვწდები. ამას გავურისკო. ხოცეური ძალიან საინტერესო ბილიკია. თითქოს ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ რამოდენიმე ისეთი გასავლელი ადგილი აქვს. აი სადაც ერთი ფეხის დასრიალება და კარგი ბედი არ გეწევა. თან მე ისეთი აღჭურვილობით ვარ წამოსული, რომ მაქსიმუმ ქალაქში უნდა იმოძრაოს ყველანაირად. ვიღაცის ყვირილის ხმა გავიგე.
ზემოდან მოდიოდა. იმედია მშვიდობა აქვთ. და ისიც გამოჩნდა ჩვენი დანიშნულების ადგილი. დამიჯერეთ საერთოდ არ არის მარტივი გზა. ძალიან უცებადი ხარ სიმაღლეზე. ეს წნევის ცვლილება თან მოძრაობა საკმაოდ რთულია. იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. როგორც რუკაზე ვნახე დაახლოებით 10-15 წუთის გზა. წეს მარტივად უნდა ავიდეთ. ესეც მესამე იარუსზე ამოვედით. და ისევ ის ლამაზესი ხედი. შეგარდეთ ყოლა რომ კარგახანია კარგაფერი მოწვევს. ესეთი ინფრასტრუქტურა რომ ხდება ესეთი ისტორიულ ადგილებში, ცოტა იყოს და გული მწყდება. ეს ყველა საზონავი უნდა იყოს ჩემი აზრით. ეხლა ვფიქრობდი, მტერი როცა ხარ რა, და ამ ციხის დაპყრობა გინდა, აქ რო ამოდიხარ ამ აღმართში და ამ ადგილს რომ მოვადგები, არა მგონია მე რამის თავი გქონდეს. ან შეტევის, ან ხმლის მოქნევის. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე რო ყოფილიყავი, ნაკლად არაფრის თავი აღარ მექნებოდა. და არც ისე სუსტი ვარ ფიზიკურ აქტივობებში. ამოვედი უკვე ციხის მისადგომებთან ვარ. ეს ჩვენი ციხე. არ ვიცი ვიდეოში როგორ ჩანს, მაგრამ საკმაოდ მაღალი გალავანი აქვს. თასმა გამეხსნა, სანამ შევიკრავ და გზას გავაგზავნებ, 1 წუთის საქმეა, ჩემი ახი გამოიწერე. უბრალოდ ამ სილამაზეს შეხედეთ ჩემს უკან. აი საიდან დავიწყეთ. ციხეს ეთყობა, რომ აი ძველი გალავნის შემდეგ რამოდენიმეჯერ რესტავრაცია ჩაუტარეს. საშინელი ხარია. დრონი წამოვიღე, მაგრამ რავი, რო ავაფრინო ალბათ წაიღებს. 1, 2 და 3. მარჯვენა ფეხით შევედი. ციხის გალავნის შიგნით. ნახეთ, უბრალოდ რა სილამაზეა. ეს საგუშაგო კოშკი, რომელიც ბილიქს გადახურებს. ეს კი ძველი ციხის ნანგრევები. ეხლა ცოტა ზემოთ ავალ, უფრო ახლოდან ვნახოთ. დრონის აფრენავსადე და აი შეხედეთ ჩემი დრონი დამალეცა თავზე ქარმა. ისეთი ქარია, რომ ფიზიკურად შეუძლებელი აქვს დრონის აფრენა. დაპირების ამბრო მოგიყვებით ქსნის ციხის ისტორიას, რომელიც 1511-1514 წლებში ააგო ქართლის მეფე კონსტანტინე მეორის ძემ ბაგრატმა. თავისი ძმის, ქართლის მეფე დავით მე-10-სა და კახეთის მეფე ავგიორგის შორის მიმდინარე ბრძოლის პერიოდში. ციხე მდებარეობს სარკინეთის მთაზე და გადმოჰყურებს მდინარეების მტკვრისა და ქსნის შესართავს. ამჟამად ციხის პირვანდელი სახე შეცვლილი და დაზიანებულია. ციხის შუა ნაწილში, აი ჩემს უკან ხედავთ, ჭას, რომელზეც ესეთი ლეგენდა არსებობს. როცა კახეთის მეფე ავგიორგი ციხის აგების ამბავი გაიგო, ჯარით წამოვიდა და ციხეს ალყა შემოარტყა. ალყა სამი თვე გრძელდებოდა, მაგრამ უშედეგოდ. ავგიორგიმ ბაგრატს დაცინვით ღვინო გაუგზავნა და თან შეუთვალა. შენ მეფის ძე ხარ და რამდენი ხანია კარგი ღვინო არ გიგემიაო. ამ დროს ბაგრატს ჭაში ცოცხალი ორაგული ჰყავდა. გაუგზავნა ორაგული ავგიორგის და თან შეუთვალა. 3 თვეა ქსანზედ გახარ და ორაგული არ გიგემია. აჰა ეს ცოცხალი იგემეო. ავგიორგი დარწმუნდა, რომ ციხე უზრუნველყოფილი იყო სანოვაგოთი და სასმელი წყლით. ალყა მოხსნა და უკუიქცა. ციხიდან ულამაზესი ხედი იშლება სოფელ ქსანზე. მალე მზე ჩავა და ამ ლამაზ ხედს უფრო გაალამაზებს. უბრალოდ დატკბით ამ მშვენიერებით. ეს შვეიცარი არ გეგონოთ, ეს საქართველოა. ვუყურებ ამ ციხეს და ვფიქრობ, რამდენ ისტორიას, რამდენ ტრაგიკულ მომენტს, ან კარგ მომენტს ინახავს ეს კედლები.
რაღაცნაირად გრძნობებით ვივსები. ხსები რომ ეს არის ჩვენი სამშობლო, ეს არის ჩვენი ისტორია. სამწუხაროდ მაშინაც თანამოძმენი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ქვეყანა თანდათანობით იხლიჩებოდა. ამით მხოლოდ გარე მტრები სარგებლობდნენ. საუკუნეები გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ჩვენი პრობლემები არ შეცვლილა. დღესაც ვაწყდებით სოციალურ ქსელებში, მედიაში, პოლიტიკაში, რომ ვიღაცები ცდილობენ ხალხის დაყოფას. იცოდეთ, ძალა უფლება დროებითია, რომელსაც გადავლახავთ. ერთი მიწა გვაქვს, ერთი ენა და ერთი ტკივილი გვაერთიანებს. ჩვენ ხომ ქართველები ვართ. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, აუცილებლად მოიწონე, გამოიწერე არხი, დამიწერე კომენტარებში შენი აზრი, გემშვიდობებით ესეთი ულამაზესი ადგილიდან და გვეცხოვროს ერთიან ძლიერ საქართველოში. მიყვარხართ ყველა.